ახლა ლელოძლიერი საქართველოს გრიგოლ გეგელია შემოუერთდება ღამის კურიერს. საღამომშვიდობის საბატონო გრიგოლ, მოგესალმებით. მადლობა თქვენს მონაწილეობისთვის. ბუნებრივია საუბრობთ ამერიკასთან ურთიერთობაზე, ბოლო მოვლენებზე, ღია წერილზე, პარლამენტის განცხადებაზე და პირველ რიგში თქვენს მინდა კითხოთ ელით თუ არა რაიმე ტიპის რეაგირებას ვაშინგტონიდან ამ წერილის ფონზე და თუ ელით რა ტიპის რეაგირებას? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ამ კონკრეტულ წერილს რა თქმა უნდა არავითარი რეაგირება არ მოხვება, მეტიც მას არ წაიგითხავს არავინ. ვაშინგტონში გარდა საქართველოსი ძალიან დაინტერესებული ნიუსის დონეზე რამდენიმე ანალიტიკოსისა და შესაძლოა სტაფერისა, ანუ ადმინისტრაციული დონალდ ტრამპამდე არ მივა ეს ამბავი თქვენ თვლით? არათუ რა თქმა უნდა, არათუ ტრამპამდე არ მივა ეს წერილი. სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიღაც რიგითი რელევანტური დირექტორატის ან სამმართველოს საშუალო რგოლის სტაფერიც, ანუ ადმინისტრაციული თანამშრომლიც კი მას არ გაეცრობა რაიმე სერიოზულობით, რადგანაც ეს არ არის იმ ტიპის კომუნიკაცია, იმ კალიბრის და შინაარსის კომუნიკაცია, რომელსაც სერიოზული ადამიანები ეკიდებიან რაიმე ტიპის სერიოზულობით და ინტერესით. ამიტომაც ამ წერილს არავითარი გაგრძელება და ბედი არ უწერია. იცით, აი დაახლოებით კიმბერლი ლოუ რადონის პოლიტიკოსიც არის, აი რომელიღაცა შტატის, რომელიღაცა სოფლის რესპუბლიკური კლუბიდან ვიღაცა წარმოადგენელი გამოჩხრიკა ქართულმა აუცრებამ აი ძნელბედობის ჟამს არავინ რო არ ესალმება მთელ მსოფლიოში და რომელიღაცა ამერიკული სოფლის რაღაცა ესე იგი პატარა პარტიული კლუბიდან ვიღაცა ცოტა გადარეული ხალი რო დადის აღბად და თვითონ ვერ გაუგია რა უნდა, აი როგორც ეგ არის პოლიტიკოსი დაახლოებით ასეთივე ჟანრის არის ეს წერილი და პარლამენტის განცხადება ბატონო გრიგოლ, თქვათ, როდესაც სენატი საპასუხოდ პარლამენტმა მიიღო განცხადება, გაეცნობოდით ალბათ დეტალურად არის აღწერილი უმრავლესობის თვალით რა როგორ ვითარდებოდა პროცესები, როდესაც აქამდე მივიდა ქვეყანა, თუმცა რა თქმა უნდა ბოლოში გამოთქმულია სურვილი, რომ ამერიკასთან ურთიერთობის დასალაგებლად და სუფთაფურცლით დასაწყებად მზად არის ხელისუფლება. პარლამენტის წერილზე და განცხადებაზე რა შეგვიძლია გითხრათ? ანუ ეს საკანონმდებლო ორგანოს მიღებული განცხადება ოფიციალური. ხო, პარლამენტის წერილი უკვე სხვა თემაა. ეს უკვე სერიოზული დოკუმენტია, მიუხედავად ისა, რომ ამ პარლამენტს არ გააჩნია არავითარი ქმედითი ძალა და ლეგიტიმურობა. ეს არის ფორმალურად მაინც საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაკეთებული განცხადება და ეს არის უმძიმესი განცხადება. ესეთი ტრაგიკული დიდი ხანი არაფერ მახსნება, რატომ? პირველად საქართველოს არსებობის ისტორიაში ტრაგიკული რას გულისხმობთ? ის რომ პირველად საქართველოს არსებობის ისტორიაში ფორმალური დოკუმენტის დონეზე ამერიკა არის გამოცხადებული მტრად. აი ეგ არის კატასტროფა ამ ქვეყნის და ყველა იმ ქართველისთვის, ვისაც 33 წლის განმავლობაში დაუცავს ჩვენი ქვეყნის ამერიკული და ევროპული პარტნიორობა, ჩვენი მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, ვისაც გაუაზრებია ამ წლების განმავლობაში, რომ ჩვენი სუვერენულობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ეროვნული თავდაცვის უნარიანობა არის პირდაპირ ბმაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის რომ არაღიარების პოლიტიკა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა ამდენი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო ასეთი შთამბეჭდავი, ასეთი პოპულარული და ასეთი მყარი, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი დამსახურება. ყველა ვისაც გააზრებული აქვს ეს ფაქტორები, ისევე როგორც ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მილიარდებით ეხმარება ამ ქვეყანას 10 წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ადამიანისთვის ეს უნდა იყოს განგაშის ზარი, რომ ეგრეთ წოდებული პარლამენტი ღია ფორმალურ დოკუმენტში ასახელებს ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც მტრულ პოლიტიკურ გავლენას და ეხა სადღაცას თუ წააწერენ რომ მათ სურთ საკუთარი პირობებით რაღაც ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის პოლიტიკური ეგოს გამოხატულება. რა თქმა უნდა, მათ სურთ რომ მათი პირობებით, ანუ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, არჩევის გაყალბების, სახელმწიფოს მიტაცების, ადამიანების სიღარიბეში მოქცევის და პიროვნული გამდიდრების ფონზე გქონდეთ კარგი ურთიერთობები ყველასთან. ეგრე უნდა რა ტიპის sapasukho რეაგირება შეიძლება ქონოდა, მაგრამ იმათ არ უნდა საქართველოს პარლამენტს მეგობარი აქტის შემდეგ. აი მაგალითად თქვენც რო იყოთ პარლამენტში, რა ტიპის რეაგირება შეიძლება და მოყოლოდა ასეთი ტიპის დოკუმენტს? ვისგან?
საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამას გულისხმობ. აი თქო თქვენ ხართ პარლამენტის წევრი, ან ხართ უმრავლესობაში და ასეთი ტიპის დოკუმენტს იღებს პარტნიორი ქვეყანა, ყოფილი პარტნიორი თუ რა, როგორი ურთიერთობაც გვაქვს ახლა და რაღაც დაალაგების მცდელობა. მე ვერ წარმოვიდგენ ისეთ პოლიტიკურ უმრავლესობაში ყოფნას, რომლის მიმართაც ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პალატა და ორივე პარტია ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს. მე არ ვიქნებოდი ასეთი უმრავლესობის წევრი, ასე ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ მადლობა ღმერთს ასეთ უბედურებაში, ასეთ დავიდარებაში, რასაც ეწოდება ქართული ოცნება, იმიტომ რომ ჩემს როგორც ქართველისთვის ჩემი იდენტობის ნაწილია, რომ მე ვიყო იმ კურსის მცველი, რომელსაც ემსახურებოდა ყველა თაობა საქართველოსი, მათ შორის ქართველი მეფეები, პირველი რესპუბლიკა და დამოუკიდებლობის 10 წლების განმავლობაშიც ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური გუნდი განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულების ვარ ამ პოლიტიკურ გუნდებზე, მაგრამ არც ერთს მოყოლებული ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციიდან არც ერთს არასოდეს არ უკადრია, რომ ამერიკა გამოეცხადებინა მტრად, ევროპული კავშირი გამოეცხადებინა მტრად. არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სუსის ანგარიშში, ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში რუსეთი არ ყოფილიყო ხსენებული, არათუ როგორც მტერი, არამედ როგორც ოკუპანტი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიისა. არასოდეს მე არ მახსენდება მომენტი, როდესაც ქართველ დიპლომატებს და წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფო არ უჭერდა მხარს და დღეს ესეც ვნახეთ, რომ არაბის კანდიდატურაში გაიცვალა ზურაბ პოლონიკაშვილის კანდიდატურა. აი როგორ შეიძლება რომ და აქ არა საუბარი პარტიებზე და მხარეებზე, როგორ შეიძლება რომ შენ შეგეძლოსო შენი ეროვნული ინტერესი წასწიო წინ და მუდმივად უკან დგამდე ნაბიჯებს, ნაცვლად იმისა, რომ წინ დგამდე ნაბიჯებს და სადაც შეგიძლია ყველგან აბსოლუტურად იცავდეს შენს ეროვნულ ინტერესს. ამიტომ მე ვერ წარმოვიდგენ საკუთარ თავს ასეთი პოლიტიკური გუნდის ნაწილად, მე მას დავტოვებდი ძალიან დიდი ხნით ადრე, ვიდრე ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, ძალიან მარტივია. მან უნდა დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის პოლიტიკური სისტემის გადატვირთვის ერთადერთი საშუალება. ეს არის მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების და აი უმძიმესი ვითარების, იზოლაციის უმძიმესი ვითარების, რომელშიც ქვეყანა ჩააგდეს გადატვირთვის ერთადერთი საშუალება. ამას მე თუმცა ბატონო გრიგოლ, ეს მოთხოვნა უკვე 6 თვე გააქვს. ისმის, მაგრამ არ ნიშნავს ხელისუფლება არჩევნებს. არ განიხილავს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ისევ ამერიკას უბრუნდები, ახლა სხვა იმაზე არ გადავიდეთ, იმიტომ რომ დრო უნდა გვეყოს, თუ კი მეგობარი აქტი მიღებული იქნა, ანუ ეს მოლოდინი თუ გაქვთ აი ამ ფონზე, რომ არ ნიშნავს ხელისუფლება არჩევნებს, არ თulis რომ არალეგიტიმურია, ანუ არ გეთანხმებათ თქვენ ამ ყველაფერში, შესაძლოა რომ ეს მეგობარი აქტმა, ამ მეგობარმა აქტმა, ამ დოკუმენტმა ყველა ეტაპი გაიაროს და თქვა მოეწეროს მას ხელი პრეზიდენტის მხრიდან. რა ხდება მერე? რა იქნება ეს, ანუ რა პრობლემის წინაშე დადგება სახელმწიფო და მოქალაქეები? ეს მაინტერესებს. მოქალაქეები კი არ დადგებიან პრობლემის წინაშე. დადგება თუ არა, უბრალოდ კრიმინალური ბანდფორმება დადგება პრობლემის წინაშე, უფრო მეტი პრობლემის წინაშე, ვიდრე უკვე არის. წამით მოქალაქეებიდან მინდა დავიწყო. ნახეთ, მოქალაქეები რას ამბობენ? 60-ზე მეტი პროცენტი თვლის, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. 54% ამბობს, რომ მას ელემენტარული საკვების რაზე დაყნობით მეუბნებით ამ ციფრებს, ბატონო გრიგოლ, რამე კვლევაზე დაყნობით მეუბნებით ამ ციფრებს? დიახ, ACT არის კვლევა. ACT არის კვლევა, ძალიან მაღალი სანდოების არაპარტიზანული, არაპარტიული კვლევითი ორგანიზაცია ACT არის, ყველა შეუძლია გაეცნოს ონლაინ. 54% ამბობს, რომ მას შია ელემენტარულ საკვებს ვერ ყიდულობს. 55% ამბობს, რომ ელემენტარული მედიკამენტების ყიდვის საშუალება არ გააჩნია. ეს არის საზოგადოება. ეხლა რა სურს ამ საზოგადოებას? ამ საზოგადოებას სურს რეალური მშვიდობა, ის ყბადაღებული კი არა, ზარქუებს, კოლექტიურ ზარქუას უწერია რაღაც ბანერებზე და მშვიდობა მათთვის არის გამდიდრება, ასობით, 1000-ის შოვნა და მილიონების შოვნა. სანამ ეს ხალხი გაიღლითა, გაიქცა და სული ძლივს უდგას პირში. იცით, რამდენმა ადამიანმა 30 წლამდე ასაკის რამდენმა ადამიანმა დატოვა 2023 წელს ეს ქვეყანა 115,000-მა. ემიგრაციაში წავიდა 115,000 ადამიანი 30 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისა, რომელიც ან დაბრუნდება აქ, ან არა. ვის უნდა დარჩეს ეს ქვეყანა?
აი ვისი უნდა იყოს საერთოდ ის ყველაფერი ის შეშებაც გვინდა. რეალურად რას ქმნით ამ ქვეყანაში, რაც გაძლებს, რაც შექმნის ახალ ქართულ ცივილიზაციურ ამბავს, ახალ ისტორიას, რაც ეროვნული სიამაყის საფუძველი იქნება, ამ კითხვებზე არ უნდა დავფიქრდეთ. შეიძლება რომ ქვეყანა გადავჩეხოთ უფსკრულში, იმიტომ რომ 10-მა კაცმა გადაწყვიტა რომ მათ გამდიდრებას და მათ პერსონალურ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ასე ჭირდება. შეიძლება რომ მილიონობით ადამიანი საერთოდ არ გადარდებდეს და აი მეგობარი აქტი ხალბატონ ნინო დაუბრუნეთ ამ ხალხისადმი, დიახ, ამ ხალხისადმი მეგობრულია ეს აქტი და ამბობს რომ ამ ხალხს ჭირდება მეტი თავდაცვის უნარიანობა, მეტი შანსები, მეტი ხალხთა შორისი ურთიერთობა ამერიკასთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეტი სტაბილურობა, მეტი მშვიდობა და შანსი, რომ როგორც ერი და როგორც საზოგადოება გადარჩეს. და რას ამბობს ქართული ოცნება და მისი აქტები, რომ ამ ხალხს არ ჭირდება მეგობრები, არ ჭირდება პარტნიორობა, არ ჭირდება ინვესტიცია და ჭირდება მაინც და მაინც სანქცირებული, არაკომპეტენტური, უმოქმედო ხელისუფლება, რომელსაც არ იცის როგორ მართოს ქვეყანა, რომელსაც ვერ შემოაქვს ინვესტიცია, რეალურ ეკონომიკურ ზრდას ვერ აღწევს, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე და ჯიბეზე მათ შორის აისახება. და ნაცვლად იმისა, ჩვენ მივდიოდეთ იქითკენ, სადაც არის მეტი დოვლათი, მეტი მშვიდობა, მეტი კეთილდღეობა და მეტი შანსი. ხო, მეტი შანსი, რომ ჩვენ როგორც ქართველები ვიყოთ უფრო ძლიერი ამ ძალიან რთულ გარემოში, არა მარტო რეგიონალური კუთხით რთულ გარემოში, არამედ სოფლიო ასპარეზზე რთულ გარემოში. ჩვენ წავიშლებით უბრალოდ, მე პირდაპირ გეუბნებით, საერთოდ გავქრებით, როგორც ერი, ძალიან პატარა ვართ იმისთვის, რომ აი ასეთი ტიპის პოლიტიკურ პროცესებს ვიტანდეთ. ჩვენ ამისი კომფორტი და ფუფუნება არ გვაქვს. ეს ჩვენთვის ვიღაცა შევა ქონდეს სხვანაირად ხო სიტუაცია, იმიტომ არაფერი აქეთ იქით ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. და ბატონო გრიგოლ, არჩევანიც არ გვაქვს. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. ან ვერ გადავრჩებით. თქვენ აი თქვით რომ რაღაც პრემიერის წერილს იქ არავინ გაეცნობა და ასე შემდეგ. მოკლედ რაზე იყო მაშინ გათვლილი თქვენი აზრით ეს ღია წერილი და ელით თუ არა, წერილით თუ წერილის გარეშეც, რომ საქართველოს ამერიკის ურთიერთობები მაინც რაღაცნაირად გადატვირთვისკენ წავა. ბოლო კითხვა და როგორი პასუხი გადატვირთვას მანამ, დიახ, მანამ სანამ არ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ვიდრე ამ სახელმწიფოს პოლიტიკური კურსი იქნება აფილირებული ისეთი ტიპის ავტოკრატიებთან, როგორიც არის არა მარტო რუსეთი, არამედ ირანი მაგალითისთვის, ვიდრე შუა კორიდორის ამბავი იქნება აი ესეთ მდგომარეობაში, როდესაც ხელისუფლებამ ყოველთვის ცნობილია ღიად ჩაშალა ის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ამ სახელმწიფოსთვის უნდა მოეტანა მეტი ეკონომიკური შემოსავალი, მეტი უსაფრთხოება, მეტი ადგილი საერთაშორისო რუკაზე და ჩაშალა და შემდეგ წავიდა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და კორუმპირებულ კომპანიებთან გაურკვეველ მემორანდუმებს და ვითომ კონტრაქტებს აწერს ხელს, ასეთი პოლიტიკის პირობებში მერწმუნეთ არავითარი შანსი იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე სიტუაცია გადაიტვირთოს არ არსებობს. რაც შეეხება ბუნებრივია, რაც შეეხება ფართო პერსპექტივას, იმ შემთხვევაში თუ დაინიშნება ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ჩვენ მივახცევთ პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას და არ გვეყოლება პოლიტიკური ტყვეები სატუსაღოში, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენი სახელმწიფო შეძლებს, რომ გარკვეულ ნორმალიზებას დაუბრუნდეს ბუნებრივია, მაგრამ ამასაც დაჭირდება ძალიან დიდი ხანი და მე ამას ვამბობ ძალიან გააზრებული მწუხარებით, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების შეცვლიდანაც ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება და ქვეყანა დავუბრუნოთ იმ ნიშნულს, რაც ჭირდება საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით, იმისთვის რომ ამ საგარეო პოლიტიკამ ქვეყნის შიგნით ქართულ ადამიანებზე დადებითი გავლენა იქონიოს და საგარეო პოლიტიკის აზრი და ფასი ჩემთვის იზომება ამით. რა სიკეთე მოუტანა მან რიგით ქართულ მოქალაქეს. საგარეო პოლიტიკა ხდება შეიძლება იქ სხვაგან, მაგრამ უნდა იზომებოდეს აქ. ჩვენ ქართველებს ადგილზე რა სიკეთეები, რა შანსები და რა წინსვლის შესაძლებლობები მოგვიტანა. დიდი მადლობა ბატონ გრიგოლ, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ღამის კურიერის სტუმარი გრიგოლ გეგერია იყო ლელო საქართველოსთვის პარტიიდან და